ომის დროს. არც დაწერილი კანონი დამირღვევია და არც დაუწერელი. არც ერთი ტყვე არ დამიხრეტია, არც მიწამებია და თუ კი ვინმე ცოცხალი ჩამივარდა ხელში, დამიბრუნებია თავისი ოჯახისთვის. თუ კი ვინმე დაიღუპა და ვერტფრენი, სხვათა შორის ერთი ვერტფრენი რო ჩამოვაგდეთ, დიდი ვერტფრენი იყო, ძალიან მე-26 იყო მგონი, სატვირთო. ერთ-ერთი ვერტფრენი რო ჩამოვაგდეთ, ხუთი კაცი იყო ეკიპაჟი და სულ რუსი. რო ავედით იქა, მე და ბიზაჩემი ცხონებული ბარის გურჩიანი მახდა მაშინ და ბიჭები ჩემი მონადირეები, რო ავედით, ძალიან შორს იყო მთაში. და არ დაუტოვე ისინი ისე დაყრილები, ამოუთხარებთ ისა და ჩავასვენეთ და ჯვარი გავუკეთე კიდე. და ისე დაუტოვე და როცა წასასვენებლად რომ მოვიდნენ ამათ გადასასვენებლად, ძალიან ისე სპეცნაზელები იყვნენ, ძალიან ისე მიყურებდნენ, აი, ნამდვილად როგორც მტერს უყურებენ ხოლმე და რო ავედით იქ ვაჩვენე სადაც არიან ისა და შეხედეს ამას, ვინ გააკეთა ესო. ჯვარით და ამით ყველაფრით გაპატიოსნებული ყავდა. და მე უთხარი მე გავაკეთე მეთქი. გაუნათდა სახე საერთოდ და ისე წავიდნენ რომ თითქოს დაცოცხლები მიყავდათ ისინი. იმიტომ რომ სადაც არ უნდა იყო კაცი უნდა მოიქცე კაცო. მტერსაც კაცო მტერი რო ჩაგივარდება უიარაღოა, მაგაზე ხელი არ უნდა აწიო არასოდეს. იმიტომ რომ ის საშიში არის მაშინ როცა იარაღი უკავია ხელში. რო გარდაიცვლება მით უმეტეს ის უნდა გააპატიოსნო. ეს არის ჩვენი მართლმადიდებლური წესი. და ამ წესს თუ დაარღვევ, ესე იგი ეს წინ დაგხვდება აუცილებლად და თუ არ დაარღვევ, ის წინ დაგხვდება და ისტორიის დამხვრა წინ.